და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერა არს და კაცთა მოყვარე ქრისტემ დაგლოცოთ, ქრისტემ აცხოვნოს ჩვენი მიცვალებულნი და შეეწიოს ყველა ჩვენ ახლობელს. სახელით ამ ამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ქრისტიანებს მუდამ გვაწუხებს ის, რასაც რწმენა ქვია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთის ხრივ ჩვენ გვწამს, მეორეს ხრივ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი რწმენა როგორი სუსტია, როგორი არამდგრადია, როგორ უღალატია ხშირად თუ ჩვენ გვიღალატია ამისთვის, ყოველ შემთხვევაში როგორ გამოგვეცლება ხოლმე ხანდახან ჩვენი ცხოვრების განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ან დიდი განსაცდელია, ან საცდურია, ან არჩევანის წინაშე დგავარ და იქ მჭირდება სწორედ რწმენის მიხედვით განსაზღვრო და ვერ ვაკეთებ. რა თქმა უნდა, არსებობს შიშველი ურწმუნოებაც, ათეიზმიც, თუმცა კაცმა რო თქვას, რომელი კიდევ უარესია ადამიანს, რომელსაც არაფრის არ სწამს, თუ ადამიანი, რომელსაც სწამს, ყოველ შემთხვევაში ამბობს, მაგრამ ცხოვრების წესით, განწყობებით, მდგომარეობით არ განსხვავდება ურწმუნოსაგან, უფალე ამბობს ესეთ დროს, რომ თქვენ თვითონ ამბობთო, რომ თვალხილულნი ხართო და სწორედ ამიტომ მოდის სასჯელი თქვენზე, ფარისევლებს ეუბნება. ჩვენ როცა გვწამს, ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ თვალხილულნი. და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ხედავთ ჩვენი გულით ღმერთს და ჩვენ მისი არდგულებით ვცხოვრობთ. ამას ნიშნავს რწმენა. ჩვენ უფრო მეცაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს მოწაფენი, ქრისტეს მეგობრები, ქრისტეს ძმები და დები, ზეციური მამის შვილები. ამას ნიშნავს რწმენა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის ესე არ არის სამწუხაროდ. ხო, რწმენა ძალიან უცნაური ფენომენია და ის კითხვაც ყოველთვის უნდა დავსვათ საკუთარ თავთან, თუ როგორ ხდება ადამიანი, რომ ირწმუნებს იესო ქრისტეს განკაცებულ ღმერთს და როგორ ხდება ისე, რომ ჩვენში რო რწმენა სუსტდება, რა სათნოებები უნდა გააძლიერდეს, რა სათნოებების გაძლიერებისათვის უნდა ვისწრაფოთ ჩვენში, რომ რწმენა არ შესუსტდეს და საერთოდ არ გაქრეს ჩვენს გულში. დღევანდელ სახარებაში როგორც ყველა საკითხავში, დღევანდელ სახარებებში იოანეს სახარებიდან აღმოვიკითხეთ. ჩვენ დღეს მე-6 თავი იყო თუ არ ვცდები. იქ არის სწორედ მინიშნება ამაზე, ისე როგორც სხვა მრავალ ადგილას, როგორც გითხარით და უფალი მიგვანიშნებს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი, რაც არის იმისათვის, რომ ჩვენ რწმენა გვქონდეს განკაცებული ღმერთისადმი და ჩვენთვის ეს არის ქრისტიანული რწმენა, ეს არის მამისადმი ჩვენი დამოკიდებულება. ანუ უფალი ამბობს, რომ უკვე ეს იოსების ეს ჩვენ თვალწინ გაიზარდა, რას ლაპარაკობს? ეს ამბობს, რას ელაპარაკობს პური, მე გარდამოვხედ ზეციდან, როგორც პური და მე ვარ ზეცის. ანუ ხო გესმით, მათთვის რა ძნელი აღსაქმელია. ხო? ისა როგორც ჩვენთვის, ჩვენ ვეზიარებით. ჩვენ არ ვლაპარაკობ ურწმუნოებზე, ჩვენ ვეზიარებით და რამდენად ვაცნობიერებთ, რას მივიახლებით. რამდენად არის ჩვენში ეს გაცნობიერებული. აი, როცა მღვდელი აღამაღლებს, როცა გარდასახვა მორჩება, მერე სანამ თქვენ ეზიარებით, სანამ განიტეხება და განაწილდება ტარიგი, ღმერთი მღვდელი აღამაღლებს ტარიგს და ამბობს: წმიდაა, უფლის ხორცი და სისხლი, წმიდათა, თქვენთვის, თქვენ ხართ წმინდა და იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ვინც წმინდა არ არის, არ მოვიდესო. ხო გესმით, ესე იგი, ეს რას ნიშნავს? ამხელა პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს და ბუნებრივია ჩდება კითხვა, კი, მაგრამ წმინდა მაშინ და ჩვენ ამ დროს ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ წმინდანობის არასწორი გაგება გვაქვს.
ჩვენ წმინდანი ადამიანი არ გოგონია. ფრესკაზე გამოსახულს როცა უყურებთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ადამიანი არ არის და ის ადამიანია. წმინდანი ადამიანია და შენც ადამიანი ხარ და წმინდანი არ ნიშნავს ძეგმერთივით უცდომელობას და უცოდველობას. წმინდანი ნიშნავს, ანუ თქვენ, რომლებიც ეზიარებით და თუ არა ხართ ესეთები, არ უნდა ეზიაროთ, სულ ხშირად არის ხოლმე კამათი, როდის შეიძლება ადამიანი ეზიაროს, როდის არის ადამიანი მზად ზიარებისათვის და ასე შემდეგ. არც ერთი ადამიანი უცოდველი არ არის. არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს. მაგრამ ჩვენში არის ისეთი რაღაც, რომელიც განაპირობებს ჩვენს სწრაფვას ქრისტესკენ, ცოცხალ რწმენას გულისხმობ. და ეს რაღაც, ანუ ის ცოცხალი რწმენა, რომელიც განაპირობებს ჩვენს სწრაფვას ქრისტესკენ, ისეთი ზომის არის და ისეთი საზომის არის, რომ ჩვენში არსებული ცოდვები, რომელიც მუდამ არის ჩვენში სამწუხაროდ, მას ვერ უშლის ხელს, რომ ქრისტესაკენ წავიდე. როგორც კი ეს ბალანსი ირღვევა ცოდვის სასარგებლოდ, როცა ჩვენში ცოდვა ისე მძლავრობს, რომ მე ქრისტესაგან ვეღარ ვისწრაფი, მაშინ ჩემი ზიარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. როგორც არ უნდა ლოცვებით გადავატრიალო და როგორი ახსარებაც არ უნდა ვთქვა. კიდევ ვიმეორებ, უმთავრესი სწორედ ეს არის ჩვენში არსებული ის რწმენა, რომელიც არ მაძლევს მე საშუალებას, რომ ღვთისაკენ არ ვისწრაფო და ჩემში არსებულს, ჩემს მიერ შეყვარებულ და მიჩვეულ ცოდვებს არ აძლევს საშუალებებს, რომ აი ამ სწრაფვაში ხელი შემიშალოს. ასეთი ადამიანი იწოდება ეკლესიის ცოცხალ წევრად და ასეთი ადამიანი ღვთის წინაშე არის წმინდა, ამიტომ შეიძლება მისი ზიარება. თუ ესეთი არ არის ადამიანი, მისი ზიარებას უბრალოდ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ეზიაროს, ის იქნება იუდასავით, რომელიც ქრისტესთან იყო, მაგრამ არ იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ვიღაცები დაბკოლდეთ, შეშინდეთ, დაფთხეთ. არა. თქვენი ცოდვილი ბუნება და თქვენი ცოდვილი მდგომარეობა არ განაპირობებს თქვენს უწმინდურობას. თქვენს უწმინდურობას განაპირობებს ეს ბალანსი. ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ცოდვილი, მაგრამ ისეთი სწრაფვა კონდეს გულმხურვალე ღვთისაკენ, რომ მას ეს ცოდვები ხელს არ უშლიდეს. და შესაბამისად ისწრაფის რა ღვთისგან ნელ-ნელა ხდება ამ ცოდვების კიდევ და კიდევ დაძლევა, დაკნინება, დამცრობა და საბოლოო ჯამში თუ ხორჩი მყოფები ბოლომდე განვიწმინდეთ და ღვთაებრივი ნათელი ვიხილოთ, ხო კარგი, თუ არა და სასופველში უფალი გვაცხონებს და იქ ვიხილავთ პირისპირ. ანუ ეს ბალანსი უნდა იყოს რწმენის სასარგებლოდ, რომელიც უნდა იზრდებოდეს, იმიტომ უნდა იზრდებოდეს, რომ მე რაც მეტად და მეტად მივიახლები ღვთისმადლს, რაც მეტად და მეტად ვეძებ ღმერთს, მეტად და მეტად იზრდება, შესაბამისად მცირდება ჩემში არსებული უკეთურებანი და ცოდვანი. და თუ ეს ესეა და თუ მე სწორად ვცხოვრობ და ეს ჩემი ცხოვრების წესი ნამდვილად ესეა და არა ვარ მოხიბლული, ეს აუცილებლად უნდა ვლინდებოდეს მოყვასთან ურთიერთობაში, როგორც ხშირად გვითქვავს, იმიტომ რომ იზოლაციური, ეგოისტური, ინდივიდუალისტური რელიგიურობა ქრისტიანობაში აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ფანატიზმისა და ახალი ტიპის, რელიგიური ტიპის ეგოიზმი იზრდება ადამიანში, რომელიც გაცილებით უფრო საშნელია და გაცილებით უფრო სასტიკია, ვიდრე შეიძლება უბრალოდ ურწმუნო ადამიანი იყოს. ესე იგი, ჩვენში რწმენა მოცემულია ძეგმერთისადმი რწმენა, როგორც უფალი გვასწავლის, მოცემულია ჩვენი ურთიერთობით მამისთან. თუნდაც ეს ურთიერთობა ჩვენთვის არ იყოს გაცნობიერებული. სახარებაში ამოვიკითხეთ, რომ ვერავინ ირწმუნებს ძეგმერთს თუ მამისგან არ იქნა ეს. ანუ ვისაც გწამთ, რომ 2000 წლის წინ მაცხოვრებელი ხურო იოსების შვილი, ესე იწოდებოდა შვილად, და თავადაც ხურო, ანუ ხის ხელოსანი, 2000 წლის წინ მაცხოვრებელი, იეშუა, ხშირად მithქვავს მე ეს, არის ღმერთი, პიროვნულად არის ღმერთი ადამიანად მოსული, ვისაც ეს სიგიჟე გწამთ. თქვენ ეს ცოდნა მოგეცათ მამა ღმერთის მიერ, იმიტომ რომ ადამიანს თავის ინტელექტუალური შესაძლებლობებით ამის დაჯერების, ამის აღქმის და ამის გულში ტარების უნარი არ აქვს.
შეუძლებელი ადამიანს დაიჭიროს. ამიტომაც არსებობენ სამყაროში მილიარდობით ადამიანები, რელიგიური ადამიანები, რომლებიც ვერასდიდებით ვერიჯე ქრისტეს მოძღვრება, ზოგადად შეიძლება მოსწონთ, ამაღლებულია, გაცილებით ამაღლებული შეუდარებად ვიდრე ნებისმიერი სხვა რელიგიური მოძღვრება, მაგრამ ვერ იღებენ ამას. როგორ შეიძლება იეშუა იყოს ღმერთი პიროვნულად? აბსოლუტურად გაუგებარია, აბსოლუტურად ალოგიკურია. და ვისაც გწამთ, ეს ნიშნავს, რომ მამა ღმერთმა ჩადო თქვენში ეს წმენა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი გული რაღაც თქვენი ცხოვრების რაღაც წამის ყოფაში გახსნილი აღმოჩნდა მამა ღმერთისათვის და თქვენ ეს მადლი მოგეცათ. და მე ამბობს, რომ და მე მას მივცემ მარადიულ სიცოცხლეს, უფალე ამბობს. აი აქ დომინირებს წმენის პირობის წმენდა რომ იყოს ჩვენში მეორე პირობა. ესე იგი ერთი მამა ღმერთთან ერთობა, ანუ ჩვენ მამა ღმერთისადმი გახსნილი გული რას ნიშნავს? ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრების აზრის ვერ პოულობს, ვერ ხედავს თუ არ არის ღმერთი. იმიტომ რომ თუ არ არის ღმერთი, ყველაფერი აბსურდია. ამიტომ მოაზრობა ეჩვენება ადამიანს ყველაფერი და სწორედაც ეჩვენება, ამიტომ ადამიანი რომც არ წამდეს, ის ფიქრობს, რომ ღმერთის გარეშე აზრი არ არის, ღმერთი რომ იყოს. ღმერთი რომ იყოს. ის კი არა ცინიზმი რო აქვს ხოლმე ათეისტებს, ღმერთი წამთ, ნახეთ ასცინიან და უხარია, რა უხარიათ, ღმერთი არ არის და უხარიათ. რომც არ წამდეს, მას უნდა კონდეს ბავშვური ნატვრა, ღმერთი რომ იყოს. და ეს უკავშირდება მარადიულ სიცოცხლეს, სწორედ ქრისტე ამაზე მიანიშნებს მარადიული სიცოცხლე, იმიტომ რომ მარადიული სიცოცხლის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს. პირად საუბრებში ხშირად მithქვავს ხოლმე თქვენთვის, მე ჩემ თავზე ვიტყვი, მიფიქრია, ჩემი თავი დამანახა, აი თეოდორეს თავი დამანახა. გარდაცვალებიდან 3 თვის მერე რას ვემსგავსები. მე რო ეს დამანახა, აი ეხლა რო დამანახა, რას ვემსგავსები გარდაცვალებიდან 3 თვის მერე, ალბათ არასოდეს არანაირ ცოდვას აღარ ჩავიდა. ალბათ წესით ქრისტიანს ისედაც ნელ-ნელა ნიჰილისტური დამოკიდებულება უნდა ქონდეს ამ ქვეყნიური ფუფუნებისადმი, მაგრამ უფრო და უფრო გაძლიერდება ეს და საერთოდ ხელს ჩაიქნევ ყველაფერზე ალბათ. იმიტომ რომ დაინახავ, რომ ეს ყველაფერი, რაც ესე გვიტაცებს ჩვენს და რასაც ამდენი დრო მიაქვს, ჩვენ უძვირფასესი დრო და დაინახავ. ამისთვის იყო, შეხედე რას გავხარ თეოდორე. საზიზღარ, მე თვითონვე გული მერევა ჩემ თავს რო უყურებ. გარდაცვალებიდან 3 თვის მერე, საზიზღრობაა უბრალოდ. და ამ დროს ხვდები, რომ თუ არა მარადიული სიცოცხლე, ადამიანიც აღარ არსებობს. იმიტომ რომ ადამიანი გაცილებით უფრო საშინელებაა ვიდრე ნებისმიერი მწერი, იმიტომ რომ მწერი დაღოღავს და მოკვდება და შენც დაღოღავ და მოკვდები, მაგრამ იმის გამო რომ შენ სიყვარული შეგიძლია, რამხელა ტრაგიზმია, რომ ადამიანი, რომელსაც ღვთაებრივი სიყვარული შეუძლია, ადამიანი, რომელსაც თავგანწირვა შეუძლია, ადამიანს, რომელსაც საოცრებები შეუძლია და ულამაზესი არსება მიწას უნდა შეერიოს და დამთავრდეს. და თუ არ არის მარადიული სიცოცხლე, ეს ადამიანობა, შესაბამისად, თუ არ არის მარადიული სიცოცხლე, არ არის ღმერთი, და მაშინ ადამიანობა არის ბუნების დაცინვა, ცინიზმი, ადამიანი ცინიზმია, უბრალოდ მეტი არაფერი. ადამიანი არ ეგუება ამას, ურწმუნო ადამიანი არ ეგუება ამას და ფიქრობს, რომ ღმერთის გარეშე აზრი არ აქვს არაფერს, მარადიული სიცოცხლის გარეშე აზრი არ აქვს არაფერს. ესეთი მზაობა აქვს ადამიანს. აი ალბათ ესეთი ადამიანის გული რაღაც მომენტში ცხოვრების რაღაც მომენტში ხდება მზად და მასში შედის მამა ღმერთი თავისი მადლით და მიაქვს მასში ესეთ ადამიანში ცოდნა, ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცოდნა, რომ იეშუა, ანუ იესო ქრისტე არის ღმერთი. და ქრისტე იმასაც ამბობს დღევანდელ სახარებაში, რომ ლაპარაკობს რწმენაზე, ოღონდ რწმენაზე სხვა სიტყვით, რომ ესეთმა ადამიანმა უნდა იხილოს ძე, მიხილონ მე და მე მივცემ მარადიულ სიცოცხლეს. ხილვაზეა, ანუ რწმენა და ხილვა სინონიმებია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივადექით ჩვენს საყვარელ თემას, გონიერ ლოცვას, რომელიც არის განსაცვიფრებელი გასაღები წმინდა მამათაგან დატოვებული იმისათვის, რომ ჩვენმა გულმა ღმერთი იხილოს. ვეცადოთ, რომ ეს საოცარი შესაძლებლობა გონიერი ლოცვას გულისხმობ, გამოვიყენოთ, ვისწავლოთ
ნუ უყურებთ იმას, რომ ჩვენ არა ვართ მონაზვნები, ვისწავლოთ და შესაბამისად ჩვენ თავს დავეხმაროთ, რომ იესო ქრისტე ვიხილოთ ჩვენი გულით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მობრძანდით და ემთხვიეთ ჯვარს. ჩვენ ესე იგი ვისაც დრო აქვს, შეუძლია გამოვიდეს სააქტო დარბაზში დაახლოებით 1 საათი პროვოკაციული შეკითხვების დრო მოდის. როგორც იცით, ხომ ეს. იდება შენ და ღმერთო